ის რომ ქართველის თავში რუსი არის ტერი 9 აპრილს გაფორმდა. მაშინ თავარი მოთხოვნა სწორედ დამოუკიდებლობა იყო. ჩვენთან გადაგვეწყვიტათ როგორ ვიცხოვრებდით. მართალია იმ მომენტში არავინ იცოდა თუ სინამდვილეში როგორ გვინდოდა ცხოვრება. მაგრამ ვიცოდით რომ რუსების გარეშე გვინდოდა. რუსეთის გარეშე შეიძლება იცხოვრო, მაგრამ არაფრით განსხვავდებოდა რუსებისგან. რუსების მმართველობის სტილისგან და უბრალოდ დიდი ბოსის ნაცვლად, რომელიც მოსკოვში იჯდა, გეждდეს პატარა ბოსი მთავრობის ადმინისტრაციაში. ცხოვრების სტილი და რეჟიმი რაღაცნაირად კონდეს იგივე. რუსი გვარის მქონე ადამიანი გეყოლება ერთპიროვნულ მმართველად და ფაშად გეჯდება თავზე თუ ქართული გვარის მქონე, მაგას დიდი განსხვავება არ აქვს. ორივე შემთხვევაში ერთი ინდივიდუალური ადამიანი არის ჩვეულებრივი მონა და ხორცი სახელმწიფო მანქანაში, რომელიც დიდ მიზნებს შემთხვევაში რაცა ინტერნაციონალური კომუნიზმის აშენებას შეიძლება შეეწიროს. მომდენი წლის მერე არის ისევ ერთპიროვნული მმართველი. და თითქოს საბჭოთა კავშირიდან დიდად არ გამოსულართ, უბრალოდ შეფუთვა შეიცვალა. ისევ ჩვენს ნაცვლად ვიღაცა წვეთს, როგორ ნავიცხოვროთ, ჯერაც კი მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლები ვართ, როგორც სახელმწიფო, ჩვენ არ ვართ თავისუფლები, როგორც საზოგადოება. ჩვენ ისევ არ გვაქვს სასამართლო და სასამართლო ისევ და ზოგადად ძალოვანი სისტემები ისევ არის არსებული პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების იარაღი. უამრავ სფეროში ისევ სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, ის ადგენს რა როგორ უნდა იყოს. ჩვენ თითქმის არ გვაქვს კერძო საკუთრება და ჯერ კიდევ ვერ გამოსულვართ იმ შეგნებიდან, რომ თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ და თუ რამე უნდა გვეთხოვა თავის დროზეც 9 აპრილს უნდა გვეთხოვა, რომ ჩვენ საქმეში ცხვირი არავის ჩაიყო.